Once the fund enters into a project, ბახვი ხესის პროექტის დაგეგმვის ეტაპზევე განისაზღვრა კონკრეტული ვალდებულებების ნუსხა, რომელიც ჩაშლილია განმახორციელებელი კომპანიის კონტრაქტორის და ქვეკონტრაქტორის ზონეებზე. ამას კონტრაქტორულ ჯაჭვს ვუწოდებთ. ვალდებულებები, რომლებიც ინვესტორმა დააკისრა განმახორციელებელ კომპანიას, აღნუსხულია განმახორციელებელ გუნდთან არსებულ ყველა შეთანხმებაში, ხოლო განმახორციელებელმა კომპანიამ ეს მოთხოვნები შეიტანა კონტრაქტორებთან დადებულ ხელშეკრულებებში. შესაბამისად, პროექტში ჩართული ყველა მხარე სამუშაოების წარმოებისას ხელმძღვანელობს როგორც საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნით, ასევე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოს დაცვითი და სოციალური მმართველობების სტანდარტებით. რაც შეეხება რეალურ შესრულებას, აქ მთავარია მონიტორინგი. ადგილზე წარმოდგენილნი არიან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, გარემოს დაცვითი და სოციალური მიმართულების კადრები, რომლებიც ყოველდღიურად აკვირდებიან მიმდინარე სამუშაოებს, რათა აღებული ვალდებულებები ეფექტიანად ხორციელდებოდეს. Effectively implemented on the site. You can look at it on different phases, I think. ამ საკითხს სხვადასხვა მხრიდან შეიძლება შევხედოთ. სამართლებრივი პერსპექტივიდან, ბახვი ხესის პროექტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნიადაგის მართვა, ეროზიის კონტროლი, ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი და სხვა. ამას შეიძლება ფიზიკური ზემოქმედება ვუწოდოთ. ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხების კუთხით გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა იმაზე ნაკლებ მოთხოვნებს უყენებდა პროექტს, ვიდრე ამას ინვესტორების სტანდარტი ითხოვდა. იმისათვის, რომ ინვესტორების სტანდარტი დაეცვა, გუნდმა მოიწვია საერთაშორისო დონის სპეციალისტები. საპროექტო ტერიტორიაზე ჩატარებული ბიომრავალფეროვნების კვლევების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ისეთი სახეობა, რომლებიც საქართველოს ფლორისა და ფაუნის კონსერვაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ამ ფაქტმა გამოიწვია სპეციფიკური შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება კონკრეტული სახეობებისთვის. მაგალითად, კავკასიური სალამანდრისა და რეგიონში არსებული სხვადასხვა რეპტილიებისთვის შემუშავდა სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც გზშ-ს მოთხოვნით სავალდებულო არ იყო. მხარეებთან თანამშრომლობის ვალდებულება მხოლოდ სკოპინგის და გზშ-ს ეტაპებზე იყო გათვალისწინებული არსებული კანონმდებლობით. თუმცა, რადგან პროექტის ინვესტორები მართვაში იყენებენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოს დაცვით და სოციალურ სტანდარტებს, დღის წესრიგში დადგა დამატებითი მექანიზმების შემუშავების საჭიროება. მაგალითად, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის განხორციელება, კარდაკარის მიდგომით უზრუნველყოფა და სხვა. დამატებითი ღონისძიებები მიზნად ისახავდა საზოგადოების ფართო და ინკლუზიურ ჩართულობას, ასევე ხელმისაწვდომი პლატფორმების შექმნას, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებოდათ თავისუფლად დაესვათ კითხვები ან გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები. If they have questions or queries to express. ბახვი ჰესი